მოგესალმებით ბატონო, წითელას ვირუსი დაგვიბრუნდა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, რა მდგომარეობა გვაქვს და როგორც ვიცით, გარდაცვალების შემთხვევაც არის დაფიქსირებული. პირველ რიგში აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ანალოგიური სიტუაცია მთელ მსოფლიოში. მე რამდენიმე ციფრი მინდა მოგიყვანოთ. ევროპის რეგიონიდან დავიწყებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში 127,000 შემთხვევაა დაფიქსირებული 2024 წლის განმავლობაში და 1997 წლიდან ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ანუ 25 წელზე მეტია ესეთი რაოდენობის წითელა ჯანმოს ევროპის რეგიონში არ დაფიქსირებული. უშუალოდ ევროპაში 32,000 შემთხვევაა, თუმცა აქედან ყველაზე მეტი ერთ ქვეყანაშია რუმინეთში 27,000, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევებია ბევრი, 18 შემთხვევაა დაფიქსირებული 2024 წელს ევროპის კონტინენტზე. ანალოგიური მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში აქ წითელას გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღევანდელი მონაცემით 10 აპრილის მონაცემით უფრო ზუსტი თუ ვიქნებით 2024 წელს 285 შემთხვევა იყო, ეხლა 4 თვეში უკვე არის 712 ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2 შემთხვევა დადასტურებულია და 1 გამოკვლევის სტადიაშია, სავარაუდოდ იქაც დაფიქსირდება წითელას გარდაცვალების შემთხვევა, რომლის გავსი ამ ქვეყანაში უკვე აწლეულები არ ყოფილა. საქართველოშიც მატების დინამიკა, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენთან ესეთი ციფრები გვაქვს, 2022 წელს 12 შემთხვევა იყო წითელასი დაფიქსირებული, 2023 წელს 26 და წელს 327. 2024 წელს უფრო სწორად 327. 2025 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში 142 შემთხვევა წითელასი ქვეყანაში, ანუ ტენდენცია ერთნაირია, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში წითელას შემთხვევების მატება აღინიშნება და ასევე ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც. თუ საქართველოს რეგიონებს გადავხედავთ, აქ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მატების არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სულ 2 რეგიონია, სადაც არ დაფიქსირებულა ბოლოს 3 წლის განმავლობაში წითლათი გარდაცვალება, ეს არის კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი, ყველა სხვა რეგიონში ფიქსირდება წითელას შემთხვევები. წითელას შემთხვევებზე ალაპარაკი. არც ერთი შემთხვევა კახეთში და რაჭა-ლეჩხუმში არ დაფიქსირებულა ბოლოს 3 წლის განმავლობაში, რაც მართლაც გამონაკლისია და მთელი ქვეყნის ფონზე განსაკუთრებით მატებას ისევ ხაზს უსვამ სამცხე-ჯავახეთი და თბილისში ფიქსირდება შემთხვევების განსაკუთრებული მატება და ის ერთი შემთხვევა ერთადერთი გარდაცვალების, რომელიც დაფიქსირდა 2022 წელს გვაქვს ქვეყანაში ერთი გარდაცვალების შემთხვევა. ისიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. რამ გამოიწვია წითელას შემთხვევების მატება? და პროგნოზია რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რახან ეს ტენდენცია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს ეხება, რა თქმა უნდა, რაღაც საერთო მიზეზი უნდა იყოს და ამ საერთო მიზეზს უკან დგას პანდემიის ზეგავლენა, უპირველეს ყოვლისა გეგმიური აცრების დიდი ხარვესი. ყველგან ფიქსირდება ეს მაჩვენებელი, გეგმიური ვაქცინაციის მოცვის კონკრეტული ციფრი არის 95%-ზე მეტი უნდა იყოს. წითელა საწინააღმდეგო ვაქცინის მოცვის მაჩვენებელი, რომ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო 95%-ზე მეტი. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს 91%. ანუ წითელას ორივე დოზით ბავშვთა მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი იყო 2019 წელს 97%, რაც ნიშნავდა, რომ პანდემიამდე პერიოდში სრულად დაცული ვიყავით წითელას აფეთქებისაგან 97%, ძალიან კარგი მაჩვენებელია და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. პირველი დოზით 1 წლის ასაკში მოცვის მაჩვენებელი ჰქონდა 100%, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა 2022 წელს ეს ციფრები შემცირდა და 91% მეორე ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი, ანუ 5 წლის ასაკში ძალიან დაბალი ციფრია. ზუსტად ანალოგიური დინამიკა იმ ქვეყნებში, რაც ჩამოგითვალეთ, ყველგან აღინიშნება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი. ანუ ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ეს ვაქცინაცია. ერთადერთი გამოსავალი და ძალიან მარტივი
გამოსავალი აქ არ არის ლაპარაკი რაღაც ძვირადღირებულ ღონისძიებების ჩატარებაზე ან რაღაც განსაკუთრებულ კამპანიებზე, აქ არის ლაპარაკი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა გამოტოვებული ვაქცინა არის არა მხოლოდ ბავშვისთვის რისკის შემცველი. რისკის შემცველი ამ ოჯახში მყოფი ასაკიანი ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ორსულებისთვის. ორსულებისათვის წითელა განეკუთვნება ერთ-ერთი სერიოზული გართულების მქონე ინფექციების კატეგორიას და ორსულთა ვაქცინაცია არ კეთდება, არ წარმოებს უშუალოდ წითელას ვაქცინის ბუნებიდან გაუდინანი, ასე რომ თუ სახლში ორსულია, მისი დაცვა შესაძლებელია ირიბად. ამ სახლში თუ არის ბავშვი, ის უნდა იყოს აუცილებლად ვაქცინირებული და ეს არის გასათვალისწინებელი მაშინ როდესაც ლაპარაკობთ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, ბავშვებზე განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ, იმიტომ რომ წითელა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება. მას როგორც აღნიშნეთ, ლეტალური შემთხვევებით შეიძლება განვითარდეს წითელად ინფიცირების შემთხვევაში ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ყველაზე ერთ-ერთი სერიოზული გართულება თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს, შეიძლება იყოს 5-10 წელი და სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება ვითარდება, პანენცეფალიტი ამ ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ წითელა ძალიან სერიოზული პრობლემაა. წითელა ძალიან მნიშვნელოვანი გართულებებით ხასიათდება, მძიმე გართულებებით ხასიათდება. წითელა ოჯახის წევრებისთვისაც რისკს წარმოადგენს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება ახლა ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ურჩიოთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ფაქტი. აქ არ არის აუცილებელი ზუსტად იმ ვადებში ჩავჯდეთ, რა ვადებში უნდა გაკეთდეს ეს ვაქცინა. ეს არის 1 წელი და 5 წლის ასაკი. თუ თქვენ ეხლა ამ სიტუაციის გათვალისწინებით გამოტოვებული გაქვთ ვაქცინა და არ გაგიკეთებიათ 1 წლის ან 5 წლის ასაკში, სავსებით შესაძლებელია ინდივიდუალურად თქვენ ბავშვზე მოარგოს ვაქცინაციის ექიმმა აცრის კალენდარი, წითელას საწინააღმდეგო აცრის კალენდარი და შეგირჩიოთ ის ვადები, რომელიც იქნება ოპტიმალური. წითელას ვაქცინას ერთად კეთდება ასევე წითურას საწინააღმდეგო და ყვაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა. წითურა კიდევ უფრო მძიმე გართულებებით ხასიათდება ორსულებისთვის, ასე რომ ამ თვალსაზრისით ამ ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობის კუთხით. მოგესალმებით, ბატონო ივანე. ვაქცინის ნაწილში ახლა ჩაუნდროდ არის როგორც ვთქვით ხელმისაწვდომელი დოზები როგორ კეთდება ესეც რო გამომართოთ ანუ 1-დან 5 წელი ახსენე ხო და ანუ იაშვილის ბავშვთა კლინიკაში საკმაოდ სეგმენტ ძირითადად ბავშვები მოდიან ხო ანუ როგორ არის ძირითადად რა ჩივილები ახასიათებთ ამ ბავშვებს ანუ ეს მიმდინარეობა ძირითადად ტენდენცია როგორ არის და აი ამ მონაცემებიდან გამომდინარე თუ ევროპის კონტინენტს ამერიკის შეერთებულ შტატებს არჩევთ ჩვენთან ანუ ბუმი იქნება ამ აფეთქების თუ აი ეს პროგნოზი რის საფუძველს გაგრძელებთ მომდევნო აი გაზაფხულის პირზე სიტუაციის ზაფხულის დასაწყისში ეს ციფრები კიდევ ერთხელ მინდა წავიგითხო 23 შემთხვევა 2023 წელს 26 შემთხვევა ჰქონდა და ეხლა გვაქვს 337. ეს მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც აუშვი ციფრი შეიძლება ესეთი შთამბეჭდავი არ იყოს, კონკრეტულად 337 შემთხვევა ქვეყანაში წითელასი, მაგრამ თუ წინა წლებში ადარებთ, ეს მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. 100%-ზე მეტია გამოდიოდა. რა თქმა უნდა, 100%-ზე კი არა, შედარებით, ხო? 2000 წინა წელთან შედარებით ეს მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ კუთხით ეს ნამდვილად აფეთქება წითელა შემთხვევების მატების თვალსაზრისით. ამ ბავშვების მართვა ხორციელდება ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, იმიტომ რომ წითელა წარმოადგენს გადამდებელ დაავადებათა შორის ნომერ პირველ დაავადებას, ითვლება რომ ერთი ბავშვი რომელიც ავად არის წითელათი, მის გარშემო სხვადასხვა მონაცემებით 16-დან 18 ბავშვს აინფიცირებს. გრიპთან რო შევადაროთ, გრიპის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 1 შეფარდებული 1.3-თან. ანუ ყველაზე გადამდები დაავადება, რაც არსებობს ბავშვებში, ეს არის ახლა წითელა. ამიტომ ძალიან ხშირად წითელას დერეფნის დაავადებასაც ეძახიან. ერთ ოთახში თუ ერთი ბავშვი არის წითელათი ავად, აი წარმოედგინეთ ჩვეულებრივი ბავშვთა ბაღი ან სკოლა. მის გარშემო ერთი ბავშვი 18-16 ბავშვს დააინფიცირებს. ამიტომ გადამდებლობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, როგორც სხვა შემთხვევებში ვსაუბრობთ, აქაც იგივეა, წითელას საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ამიტომ არის ვაქცინა ერთადერთი გზა. მე წითელად დამემართება და ექიმი რაიმე სუშველის ესე ნამდვილად არ არის. წითელას საწინააღმდეგო მკურნალობა არის მხოლოდ სიმპტომური,
იმ გართულებების მიხედვით, რა გართულებაც შეიძლება განვითარდეს დაავადების პერიოდში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურ როლებს შემთხვევაში წითელა გაივლის, ალაგდება თავისი კლინიკური მიმდინარეობის კვალდაკვალ, მაგრამ გართულებების ალბათობა არის მაღალი, ამიტომ ამბობთ, რომ წითელა შემთხვევაში თუ ჩვენ რაიმე შეგვიძლია ეხლა გავაკეთოთ ქვეყანაში არის, რაც შეეხება მეტი ადამიანის ინფორმირება, რომ ეს მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და თუ არა სასწრაფოდ მიღებული უშუალოდ შოვნის, უშუალოდ ოჯახის წევრების მიერ გადაწყვეტილება, რომლებიც იციან, რომ ოჯახში გამოტოვებულია ვაქცინაცია, ეს არის ის გზა, რაც ჩვენ დაგვიცავს ამ შემთხვევაში უფრო მეტი ციფრებისაგან. ორი დოზა ხო ვაქცინის? ორი დოზა კეთება, ერთი კეთება 1 წლის ასაკში, ერთი კეთება 5 ასაკში. ვინმე აუცილებელი რომ ზუსტად ამ პერიოდში გაკეთებს არ არსებობს, თუ თქვენ 6 წლის შვილი ყავდა გამოტოვებული გაქვთ 5 წლის ვაქცინა, აუცილებლად მიმართეთ და გაიკეთეთ 7 წლის შემთხვევაში წესია, ასე რომ გამოტოვებული ვაქცინა არ ნიშნავს ამ ვაქცინაზე ვარის თქმას. უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც პერიოდი გაასწინეთ და ეხლა უნდა დაეწიოთ ამ ეროვნულ კალენდარს. მოგესალმებით. იმ შემთხვევაში თუ არ ახსოვს უკვე ზრდასრულს, აქვს თუ არა წითელაზე აცრა გაკეთებული, ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ, არის თუ არა რაიმე კვლევა ანტისხეულებთან დაკავშირებით, აი რა არის თქვენი რეკომენდაცია ასეთ დროს? ამ შემთხვევაში ესეთი მატების პირობებში რეკომენდაცია არის თუ არ ახსოვს და არ არის დარწმუნებული, ზრდასრულზეა ლაპარაკი, ჩაიტაროს წითელა საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ბატონო, ძირითადი ამში როგორ ხდება რომ მონაყარი არის სიცხე, ხველა, თვალი, რა არის ეს თავარი? ძირითადი ჩივილი, როცა ჩვენ ეჭვი უნდა მივიტანოთ წითელას არსებობაზე, არის დაავადების დაწყება მაღალი ცხელებით, 38-39 და მეტი, ეს ცხელება გრძელდება 3-4 დღის განმავლობაში, რასაც შემდეგ მოყვება გამონაყარის გაჩენა. გამონაყარსა თავისი ტიპიური თანმიმდევრობა აქვს. პირველი დღის განმავლობაში გამონაყარი ჩნდება სახის არეში, მეორე დღეს ტანზე და მესამე დღეს ქვემო კიდურებზე. ეტაპობრივად ვრცელდება ეს გამონაყარი, ესეთი შერწყმული ლაქოვანი გამონაყარია, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს მესამე მეოთხე დღეს გამონაყარის გაჩენიდან, ამას შეიძლება ახდენს თვალების შეწითლება, კონიუნქტივიტი, შეიძლება ახდენს რესპირაციული სიმპტომატიკა, ხველა, ანუ საერთო ჯამში დიაგნოსტიკა კლასიკური მიმდინარეობის შემთხვევაში ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს, განსაკუთრებით თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი ბავშვის ან სკოლაში ან ბაღში წითელა იყო და თქვენ შვილთან განვითარდა ცხელება, რომელსაც მოყვა შემდეგ გამონაყარი სახის არეში, შეგიძლიათ პირდაპირ ჩათვალოთ, ეს არის წითელა და აქ დამატებითი კვლევების ჩატარება იმდენად ტიპიურია მისი კლასიკური მიმდინარეობის შემთხვევაში, რომ აუცილებელიც არ არის. ბატონო ივანე, თქვენ თქვით, რომ 2024 წელი ხომ სწორად გავიგე? 2024 წელს დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, ხომ? სამცხე-ჯავახეთიდან. სამცხე-ჯავახეთიდან გარდაცვალების ერთი შემთხვევა. ანუ თუ იყო აცრილი ეს ბავშვია საუბარი, თუ იყო აცრილი და თამდევი დაავადება თუ ჰქონდა ეს ვფიქრობ? ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია და მთავარი საკითხია, როცა ჩვენ ვამბობთ წითელას დროს რატომ არის აცრა მნიშვნელობა. ეს ბავშვი აცრილი არ იყო. და არც რაიმე თანმდევი სერიოზული პათოლოგია ჰქონდა, ეს იყო ჯანმრთელი ბავშვი, სადაც განვითარდა წითელა და წითელას შემდგომი გართულება თავის ტვინის დაზიანების სახით, ასე რომ არა, აქ არის საუბარი აუცრელ ბავშვზე და აი ეს რაოდენობა, აი იმ ბავშვებში, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ ქვეყანაში 327, აქ აცრილი ბავშვების რაოდენობა მინიმალურია. უმრავლესობა არის სწორედ აუცრელი ბავშვი, ამიტომ ვამბობთ, რომ არავინ არ ამბობს, რომ წითელა 100%-იანი დაცვა აქვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინას. ესეთი ვაქცინა ბუნებაში არ არსებობს, არც ერთი დაავადების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვაკეთებთ, არც ერთი ვაქცინა 100%-ით დაცულობის გარანტიას არ გვაძლევს, მაგრამ ის 95-98%-იანი დაცვა არის სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება ამ დაავადების მართვის თვალსაზრისით. ეს მონაცემები ხო ანუ ერთი იყო გარდაცვალება ძირითადი რისკ ჯგუფი 1-დან 5 წლამდე ბავშვები არის ანუ ძირითადი ასაკი ეს იყო 14 წლის ზემოთ ანუ მოზრდილი ასაკის ბავშვები იყო ინფიცირებული რისკ ჯგუფის სწორი კითხვა რისკ ჯგუფის სწორედ მცირე ასაკის ბავშვები არიან რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ ასაკში 5 წლამდე ასაკის ბავშვი არ არის სრული იმუნური სტატუსი მაგრამ ძირითადი ჯგუფი ამ 317-დან იყო 14 წლის ზემოთ, მაგრამ დაავადების სიმძიმის მიხედვით, რა თქმა უნდა, წლამდე ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1 და 5 წელი, დიახ.
არა, ეგ ვთქვი და გავიმეორებ. თუ 5 წლის ასაკში გამოტოვებული გაქვთ ვაქცინა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ როდის გაიკეთებთ მეორე დოზა. შეგიძლიათ გაიკეთოთ 6 წლის, 7 წლის და 8 წლის ასაკში, ასე რომ არ უნდა გქონდეს მშობელს ესეთი შტაბ-შტილება, რა ხარ მე გამოვტოვე 5 წლის ასაკში ვაქცინა, ეხლა აზრი არ აქვს მეორე დოზის გაკეთებას. მეორე დოზის გაკეთებას ყოველთვის აქვს აზრი.